ჩვენ მხარდამჭერია სოკარი, თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს და ჩვენი სტუმრები არიან მარანა კაზაკოვა და ლევან წულაძე. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. და გამონახეთ დრო ვიცით რომ დაკავებულები ხართ. ესეთი საქმეები წამოიწყეთ კიდე მაგალითად დღეს რაზეც გვინდა საუბარი ეს არის სამსახიობო მასტერკლასები რაც გაქვთ. და ზოგადად როგორ შეიძლება მსახიობობის სწავლა ვისთვის არის ეს მასტერკლასები და ზოგადად სამსახიობო ხელოვნებაზე რომ ვისაუბროთ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით. მანანამ უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ თლად სამსახიობო არ არის ჯერ. სამსახიობო ერთი პროექტი გვაქვს მარტო. ამას ვლაპარაკობ. ბოშ ბატონო. ხო, ეს თავიდან მეტყველებას რაც შეხედა მაგაზე ვისაუბრეთ წინა ერთ-ერთ ეპიზოდში. ფართო ფრონტი აქვს გახსნილი ერთი ილია ჭავჭავაძე და შარაკითხვის გამართლებელი საზოგადოება იყო და მეორე მარანა. ეს მეორე პროექტი მარანას იდეა ძალიან უცნაური და მე პირდაპირ გეტყვით ის ირონიით უყურებდი დასაწყისში. რომ აი ეს ადამიანებს ვისაც ოცნება თქონდა სცენაზე გამოსვლა, მიგვეცა მათთვის საშუალება, მაშინ როდესაც თეატრი გადის შებულებაში, ჩერდება სცენა თავისუფალია და რატომაც არა, იმას ვქნათ, გავაკეთოთ ესეთი, მე ვფიქრე რომ ამოახლა ერთი 10 კაცი და რაღაცნაირად რამეს ვიზამთ. აი ცოტა ეს უყურებდი უიმედო და უცებ მოხდა რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩაეწერა ბევრის გარდა ჩაეწერა ძალიან საინტერესო ხალხი და ძალიან მოტივირებული და იჭიერი და ინიციატიური ადამიანები ვისაც რეალურად რაღაცა მართლა სურვილი ჰქონდათ არა გასართობად მოვიდა ეს ხალხი მართლა რაღაცა სცენიდან რაღაცის თქმის სურვილით მოვიდნენ და უმეტესობა ყოველ შემთხვევაში და ეს ორი პროექტი გამოვიდა ერთის მაგივრად იყო ჩემთვის ძალიან დიდი თავგადასავალი როდესაც უამრავი ადამიანი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და ეხლა დარჩენ დიდი მეგობრობა გვაქვს და ვამაყობ ამ მეგობრობით ამ ადამიანებს ხო, მაყურებელსაც რო უთხრათ, ანუ ეს არის სამსახიობო მასტერკლასები, ადამიანი რომლებსაც საერთოდ სხვა პროფესია აქვთ, ნული გამოცდილებით შეუძლიათ მოვიდნენ. სამსახიობო მასტერკლასი ალბათ ესე არ დავარქმევდი, ეს არის ადამიანები, ვინც არ არიან პროფესიონალები, მაგრამ მოცნება ჰქონდათ ეთამაშათ სპექტაკლი აი მათი სურვილის ასრულება, ანუ მოდიან და ერთი რამდენი 3 კვირის განმავლობაში ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვიგონებთ მათთან ერთად პიესას და მე თვის ბოლოს ვთამაშობთ მაყურებელზე და აი ეს არის სამსახიობო მასტერკლასების პროფესიონალ მსახიობების კიდევ დახელოვნებას ეს არის არა მსახიობთა ესეთი ინიციატივა ძალიან საინტერესო. ეს არის ზაფხულობით. ეს არის ზაფხულობით, როდესაც სცენას ძალიან. ხო და რეჟისორი თქვენ ხართ ხოლმე? რეჟისორი მე ვარ ხოლმე. და მანანა და მაიკო მისი და ჩემი ქალიშვილი მთელი ოჯახით სტადიონზე ვართ. ესენი ყველა გვეხმარება ერთი დასაწყისში მანანა და მაია სამეთყველო და ასეთ ერთმანეთის გაცნობის და რაღაც ეჭუდების პატარა სერიას აკეთებენ და შემდეგ იკვლევენ ამ მსახიობებს ადრე სხვა დავალებებს რასაც მე უყურებ ჩუმჩუმად და მე ამის ბაზაზე ვიგონებთ პიესას და წერთ მსახიობებს ამ ხალხთან ერთად და მე ვთამაშობ სპექტაკლებს. ასაკი ამ ხალხის ვინც მოდის? სხვადასხვა? განსაზღვრელი. სხვადასხვა. მაგრამ არის, აი, თქვენ ვთქვით მასტერკლასი, მე დაგეთანხმებით, რომ არის რაღაცა გაცნობითი, ხო, მასტერკლასი რას გულისხმობს, რომ გავაცნოთ რა არის პროფესია, იმიტომ რომ თავიდან
ჩვენი ტერმინებით ველაპარაკებოდით და მე მივხვდი რომ უნდა გაიგონ რას გულისხმობს ხო თქვა ამოცანაზე ამოცანა გამჭოლი ამოცანა ხა ეს ხო იცით როგორც ყველა პროფესიას რაღაც თავისი ტერმინები აქვს და რა არის ეს რას ნიშნავს განწყობა ხო აი რატო ტირის ადამიანი რატო მიცინის ამ საიდან მოდის ეს უბრალოდ შტამპებიდან ხო არა რაღაცა ალბათ რაღაცას იგონებს და როგორ ხდება განწყობა ანუ გრძნობათა ბუნება რა არის პროფესიის ამას ვაცნობთ ამ მხრივ არის კი ცოტა მასტერკლასი მაგრამ ლევანის ნაწილში მე უკვე გადადის დადგმაზე და ნუ ისიც რა თქმა უნდა მასტერკლასია იმ მხრივ რომ ლევანს ეცნობიან როგორც ხელოვანს უკვე შიგნიდან არა მარტო მისი სპექტაკლებით არამედ როგორც მონაწილეები და მე მგონია რომ ძალიან ამაყობ ამ პროექტით იმიტომ რომ პირველი ვარ, ვინც ესაც ეს იდეა ასე ვთქვათ გამიჩნდა, ხა უამრავი რაღაცა არის სტუდიები, საბავშვო უფრო მოზარდების და აი ესე რომ ადამიანების რომელმაც სხვა პროფესიებს უძღვნეს თავისი ბედი და ცხოვრება, მივეცით ასე ვთქვათ საშუალება რომ გამოხატონ თავი ამ პროფესიაშიც. და მე უკვე ბოლოს მაყურებლის წინაშე აქვთ ეს აუცილებლად ბილეთს ყიდით ბილეთს იყიდება აუცილებლად და სხვა არა მარტო ნათესავები მოდიან აი მოდიან ისე ადამიანები რომ ნახონ და მე იქედან ეწერებიან ანუ ნაკლებად გამბედავები და მე ისინი ხვდებიან მოხდნენ ეს ერთადი мотиваცია რა არის ხოლმე როცა მოდიან აი რას ეძებენ რა უნდათ სურვილი, იცით, აი ვიღაცებს მართლა რა საოცარი პროფესია გვაქვს, რომ აი ბავშვობაში უოცნებია და რეკლამაშიც ესე თქვით, რომ სავარაუდოდ ეს კონტინგენტი იყო, რომ ანუ წარმოსახვაში მე ეს მგონდა, რომ ვისაც უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა, ვისაც უნდოდა და არ გაუშვეს, ხო იყო ეგეთი ამბავიც, რომ რა გინდა სამსახიობოზე წადი, კარგი ექიმი იქნები და რა გინდა ეს პროფესია, აი ვიღაცა ბევრნაირი ამბავია და განსხვავებული ისინი აქვთ мотиваციები, ასე ვთქვათ, ვის რატომ მოუნდა და სურვილები, მაგრამ ეს კი ქონდათ, რომ ყველა ოცნებობდა, ყველა ხედავდა თავის თავს ამ ამპლუაშიც. ეს როგორი აპირებს და ესეთიც ყავს, რომ მაგალითად პატარაა, მაგალითად სკოლაშია, რომელსაც უნდა და მოსინჯა თავი ასე, რომ ეს პროფესია როგორია შიგნიდან. ხო, ისე მაგისთვისაც როგორი ის არის. ჩააბარო თუ არა, მაგრამ და შეიძლება დატესტო შეიძლება თავი შენთვის არის თუ არა ეს პროფესია. ზოგადად ეს ისეც კარგი იდეა საერთოდ ვფიქრობ ხოლმე რა, რომ 18 წლის ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს ზუსტად რომ რას უნდა უძღვნას მთელი ცხოვრება და აი რაღაც ეს 2 წლიანი იდეაში აი როგორც აბიტური გერმანიაში ხო მე მგონი არის რომ შეგიძლია შენ პირდაპირ არ არის სავალდებულო რომ სკოლიდან ჩააბარო და რაღაცა გადაწყვიტო შენი ბედი და აი ეს 2 წელი შეგიძლია ასე ვთქვათ ეძებდე და ახლოს აი ვთქვათ თუ თეატრი გინდა შეიძლება რეკვიზიტორად იმუშაო ან რაღაცათან რა ვიცი რაღაცა დამხმარეთ როგორც მე დამემართა რომ ჩავაბარე და პირველივე წელს აღმოაჩინე რომ თუმე სხვაგან ჩავაბარე და არ მაინტერესებდა და მე 4 წელი თქვა ვისწავლე დაახლოებით ესე რომ მაშინ აღმოაჩინე თუ მე პირველივე მეორე სემესტრიდან უკვე მივხვდი რომ მე მგონი სხვაგან მოხვდი მეთქი და მაგრამ უკვე მაშინ რაღაცა გვიანი იყო. მაშინ რაღაცა შეცვლა არ შეიძლება და? ხო, რაღაცა ესე ჩამოყალიბებული ვიყავ რა მინდოდა, მაგრამ ეს მივხვდი რომ არ მინდოდა, მაგრამ ახლა დავიწყება და დავამთავრე ბოლომდე და. ხო, ანუ ჯერ ერთი ზაფხული ჩაატარეთ, ხო, ასე ვთქვა. ანუ ესეთი შემთხვევა რომ მე მობრუნდეს ადამიანი ჯერ არ იცით. ყოფილა თუ არა და იქნება ხო არა არ ვიცით და უბრალოდ ერთ-ერთი იყო რომ აი ძალიან ბევრი მთხოვნელია რომ მერეც და გარდა იმისა რომ ლევანს არცალია და აქ რაღაცა პრინციპული მომენტიც არის რომ მხოლოდ მაშინ როცა იღურება კარი მსახიობებისთვის ასე ვთქვა და მაყურებლისთვის იღება პროფესიონალებისთვის არაპროფესიონალებისთვის იღება და არ მინდა რომ ეს არ გვინდოდა რაღაცა რუტინული და აი ყოველდღე და ყოველთვის მხოლოდ ზაფხულში როგორი არის ესეთ ადამიანებთან მუშაობა და შექმნა სპექტაკლის რაღაც რა ყველაზე განსხვავებული არის პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობას შევადაროთ არაფერ განსხვავება არ არის დიდი მე მეგონა რომ მეგონა რომ აი მომიწევდა პედაგოგიკა ჭყალებში ესეთი მასწავლებლების დისციპლინაზე ფიქრი რაღაცებზე ასეთ პირველად ელემენტებზე ლაპარაკი და უცებ მოხდა რომ
ჩვეულებრივად მუშაობდი როგორც მსახიობებთან. რა თქმა უნდა, ოდნავ ნაკლებად რთულ ამოცანებს, პიესებს ვირჩევდით, მაგრამ მე რთულიც გავაკეთეთ აი მონოლოგები, მაგალითად ზოგიერთი საკმაოდ რთული იყო. ტრაგიკულიც კი და პირიქით არაფერი არ მინახია და არასდროს არ მინანია ამის ჩემი არჩევანი. ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო და აღმოჩნდა რომ ესე იგი ადამიანს აქვს უზარმაზარი ნიჭი, პოტენციალი ყველაში დევს. ყველაში არა, მაგრამ ბევრ ადამიანში დევს უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი. როდესაც მას ბევრმა ჩემ თვალწინ გადალახა რაღაცა პრობლემები. ესეთი მორიდების თუნდაც ტექსტის ამახსოვრების და ასე შემდეგ და ესეთი პატარა გმირობებიც იყო. როდესაც სცენაზე თითქოს შეშინდა და მე უცებ გადაძალა საკუთარი თავი და აჯობა საკუთარი გამოავლენ ნებისყოფას. მარტო ეს ღირს ბევრ რამეთ ადამიანი, როდესაც ბიოგრაფია შექმნება ესეთი საკუთარი თავზე მაღლა ახტომის შემთხვევა. და ეს ძალიან საინტერესო საყურებელი იყო. და საინტერესო საყურებელი იყო, როგორ იზრდება შენ თვალწინ ძალიან საინტერესო ხალხი. მსახიობური თვალსაზრისით. აი ყოველ დღე ცოტა ინტენსიური კი იყო ეს ყველაფერი, ვიმეორებ, ცოტა არ იყო ადვილი მათთვისაც და ჩემთვისაც, მაგრამ აი ყოველ დღე იყო და ღამე იყო ზოგი, სამსახურის მერე ვისაც ეცელა და ღამე გვიანობამდე ყოველ დღე ეს ცოტა დაძაბულ რეჟიმში მაშობოდით. ეს არ იყო, ასე ვთქვათ, მე რაც არ მინდოდა. არ იყო წრე იყო ასეთი საბჭოთა კავშირში. სადაც ოპერაში ორჯერ მიდიოდი და რაღაცას თამაშობდი. ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იყო, მძიმე თეატრალური ჩვენი ყოფა და ამაში მოხდნენ ეს ხალხი. არის ხოლმე რომ თავიდანვე შეატყობთ რამე ნიჭი აქვს თუ არა თუ შეიძლება მე გაიხსნას გზა და გზა. არის ესეთი ის რომ აი პირველივე ან მეორე შეხვედრაზე უკვე ეტყობოდეს რაღაცებს რომ ეს იყო ეს ფუნქცია ჰქონდათ ბანანას და მის კოლეგა მაიას პირველი ერთი კვირა ხო თუ ერთი კვირა, როდესაც აი რაღაცა ზოგადი სავარჯიშოებით, რაღაცა ამოცანებით, რაღაცა პატარა მონოლოგებს აძლევდნენ, თვითონ წერდნენ, თვითონ იგონებდნენ და სხვადასხვა თემებზე და იქ ჩანდა უკვე ვინ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. და იმის მიხედვით ვიგონებდით პიესას. ესეც კიდევ ცალკე ამბავია, როდესაც იგონებ სპეციალურად მათთვის. ეს არ არის უკვე დადგმული, უბრალოდ სხვა შეკავს და ასე შემდეგ. ხო, ეს რაღაცა რა არის, იცით, განსხვავება შეიძლება ვიღაცა აი ძალიან მათზე მორგებულად იყო, აი მათთვის იყო, აი ყველაფერი ამ ხრივ როგორც უყვარს ჟურნალის ექსკლუზივი, მაგრამ მართლა იყო ესე, ამასაც აქვს მნიშვნელობა, რომ უკვე დადგმულოვანი სპექტაკლები რო პირდაპირ შეგვეყვანა რაღაცა მზაქარგაში კი არა, ანუ ეს იყო მათგან გამომდინარე, მათი იმპულსებიდან, მათი ნიჭებიდან. ნიჭიც ხო როგორია, მრავალწახნაგოვანია, ასე ვთქვათ. ნიჭი ხა ვერიკოც კი არა, ვერიკო იყო გენიალური მსახიობი და სესილია იყო გენიალური მსახიობი, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა ნიჭი ჰქონდა, სულ სხვადასხვა. ამას ქვია ერთი სიტყვით ნიჭი გენიალური მსახიობი, ერთიც და მეორეც, მაგრამ სხვა რაღაც იმპულსი სხვადასხვა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი რეცეპტორები ნიჭისაც მათ შორის, რომელიც სად გაიღვიძებს. და აი რაღაცა აქედან გამომდინარე იყო მათზე მორგებული და არა ზოგადად თქვა ავიღეთ რაღაც რა ვიცი რაღაც პიესა და პირდაპირ გამოვა შენ იტეხე თავი. მაინც რაღაცა რაც წამოვიდა მათგან ვიღაცას ხო აქ აი უფრო თქვა
ხასიათი ხო ავხსნათ უფრო კარგად და გასაგებად, ну რაღაც უფრო ტრაგიკულია, ან რაღაცა უფრო ისე დრამატული მსახიობია, ვიღაცა უფრო იუმორი აქვს ვიღაცას რაღაც იმპულსები რაც მოდიოდა, მე ესეთი დიდი ის ქონდა მაგი და სამუშაო პროცესი ძალიან ის იყო საყვარელი, ღამეებს ვათენებდით, ესე ქონდა ყველას ფოტო დადებული, რამდენიმე ვერსია და ესე ჭადრაკულად ესე თვლიდი თავის აბაისა ის რა როლი ვინ ერთმანეთთან ვინ როგორ უფრო კარგად ხო ეს იმიტომ რომ იწყობა ხო რაღაცნაირად ეს მართლა საოცარი საერთოდ თეატრს ეს საოცარი რა ბევრი თვისება აქვს რა მართლა რაღაცა ჩანასახია მე რაღაც იდეა მე ამას ეგება რაღაცა ხორცი და ემატება და მე საბოლოოდ არის ესეთი შვილობილი სპექტაკლი რომელსაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ზუსტად ეგ არის რომ აი ეს შიში დაძლიო და სცენაზე დგომის რაც არის იმიტომ რომ ვისაც არ გამოუცდია და ეს საჯარო გამოსვლა ვისაც არ გამოუცდია შეიძლება ვერ ხვდებოდეს აზია საუბარი მაგრამ იმის წინ ისეთი ნერვიულობა შეიძლება დაგეწყოს რომ ამის გადალახვა არ არის ადვილი და ეს ალბათ ძალიან დიდ იმას ტოვებს მე ამ ადამიანებზე კვალს და რაღაც თავდაჯერებას აძლევს და რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში იცით რა, აი ხა შევადარებდი, მაგალითად მეტყველების კურსზე ვინც მოდის, იმათ უფრო აქვთ ეს აი რასაც თქვენ ამბობთ. აქ იმდენად შიში მაინდა-მაინც საჯარო გამოსვლის კი არ იყო, შიში არა, სურვილი იყო. რომელსაც ვერ განახორციელეს. ან ვერ, ან სხვა რაღაცამ გადაწონა, ან მომავალში აპირებენ ესეთი რამოდენიმე არის, ორი. იყო და დანარჩენი უფრო ეს იყო და ამიტომ მათ იმდენად საჯარო გამოსვლის ნერვიულობა კი არ ქონდათ როგორ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რომ ამ პროფესიაში არ დარჩნენ და არ აირჩიეს თუ უნდა იანონ თუ არა იმიტომ რომ დავაკვირდი ყველას თავისი თეატრი ქონდა ყველას თავისი სიყვარული ქონდა და დამოკიდებულება თეატრის მიმართ ანუ არ იყო ესე რომ მაინდა შიშის აი კურსზე რაც ხდება მეტყველების კურსზე რომ მოვდივარ იმისთვის რომ შემექმნა ცუდი გამოცდილება მქონდა არ მომეწონა და აი კონკრეტულად რა გავაკეთო ხო და ვთქვათ იქაც თამაშობენ ხოლმე მინი სპექტაკლებს და ის სხვა და მე მეუბნებიან კიდევაც რომ აი არანაირი საჯარო გამოსვლა აღარაფერი აღარ არის იმ სცენაზე ყოფნის შემდეგ და აღარაფრის აღარ მეშინია და გადავლახე და რა კარგია და ეს სხვა მიზნებით მოსული ხალხია და სურვილები და აქ ჩვენთან ეს პირველ როლზე მოსული ადამიანები ეს არის უფრო აი ოცნებად სასრულების მომენტი იყო იმიტომ რომ ვერ გაბედეს ან ან და სხვა მიზეზის გამო და ამიტომ სხვა ამაზე ნაკლებად ერთი არ კი ღელავდნენ როგორ არა ნერვიულობდნენ მაგრამ უფრო აი როგორი ვიქნები ხო ყველაზე ხშირი რა არის ის სწავლება სან თქმაც გიწევთ პირველად მოსული ამ ადამიანებისთვის. აი რაღაც ესეთი არის რომელიც აი ზოგადი არის რომელიც ყველას უნდა აუხსნა და ასწავლოთ თუ ძალიან ინდივიდუალური აქაც. ხმა მაგლა. ეს ნუ არის ჩვევა რომელიც მართლა ამას ნუ პროფესიული ჩვევა სცენიური ლაპარაკის ამ არაფერი არ განსხვავდება იმისგან და რომ გაიგოს მაყურებელმა რო არ დარჩეს მიტოვებული. ამიტომ აი ესეთ ამოცანას უნდა მოიფიქროს მსახიობმა თავის თავთან თვითონ რომ ეს არ ჩავიდეს მასში. მურმელარი გერმანული სიტყვა მასში. დუდუნში. და არ იყოს ყალბი ამავდროულად. ანუ მაგის შიში აქვს რომ როგორ ხა მე არ ყვირი? ესე იგი გამოდის რომ თქვა სიყვარულს გიხსენ და გიყვირი და ამიტომ ეს შეგრძნება გაქვს რომ ეს ძალიან საერთოდ არის ეს ერთ-ერთი ზაჟიმი არის მაპატიეს რუსული ტერმინისთვის, მაგრამ ესეთი თეატრალური ის არის. ტერმინი და თეატრალური პრობლემა მსახიობს პირველი ამოცანა მაგალითად პირველ კურსზე თეატრალურში ამოცანა არის რომ მოეხსნას დაძაბულობა შინაგან დაძაბულობა ეს არნიშნავს მოჭიმულობა ალბათ ის დაჭიმული იყოს პირიქით ზოგჯერ არის პირიქით აბსოლუტური მოშვებულობა ესეც და ფორმა ამ ღელვის
ესეც დაძაბულობის ფორმა, არის კიდე დაძაბულობის ფორმა, ესეთი ზაჟიმის ფორმა, როდესაც მეტყოებით გადის, გონია რომ გარკვევით რო თქვას რამე, შეიძლება ყალბი გამოუვიდეს და ამიტომ ურჩენია გავგებდეს ლაპარაკობს შენ გამხოდი, ხო, აი მაშინ ეს თვითონ შეგრძნება აქ რომ არ მოიტყვა, იმიტომ რომ პრინციპში ხომ არც გაგიგონიათ რა ვთქვი და ამიტომ აი ამის გარდა მოძებნა ისე რომ არ იყოს ხელოვნური, არ იყოს არაცხოვრებისეული, მაგრამ იყოს აქტიური, როგორც ცხოვრებაში ადამიანი ძალიან იშვიათად იმაშობა, დუდუნებს თუ არ ვიცი ეს სიტყვა როგორ არის ხო, ალბათ დუდუნებს ყველაზე სწორად გამოხატავს. დუდუნებს ამახინჯებს იმას მისი მიზანია გაიგოს თუ იმის ელაპარაკება უნდა რომ გააგებინოს. როცა არ უნდა რომ გააგებინოს, მაშინ იმალება რაღაცეებში და აი ამის გადალახვა ძალიან საინტერესო იყო ჩვენ თვალწინ როგორ ხდებოდა. როგორ აი ეს ხალხი შინაგან იმას მორიდებას თუ რაღაცას ანგრევდა და გადადიოდა რა და ამბობდა ყვებოდა რაღაცა საინტერესო მნიშვნელოვან როგორც იმ წუთას ჩვენ ვთქვით ამბებს განსაკუთრებით აი მონოლოგები შეეს უფრო რთული ამოცანები ქონდათ და ყველგან ყველა სპექტაკლში ყველაზე ასაკიანი ადამიანი ხელა იყო ასაკიანები ყავდა, მაგრამ ზუსტი ასაკი არ ქალბატონები იყვნენ, ვით უფრო არ მიკითხავს, მაგრამ 60+. ხო, 60+-იც იყო. გადასწრები შესანიშნავი ჩემი მეგობრები. ხო, ვინ რო არის ფიქრს მარტო ახალგაზრდებისთვის არის რაღაცა, ხო? არა, პირიქით, ძალიან კარგი იყო. ესეც მოხულიგნო შენი ყავდა გადასწრები ჩემი ქალბატონები. თამაშის სტილი რაღაცა მოდა თუ შეიცვალა, აი თაობების მიხედვით თუ შეიძლება თქვა რომ აი რაღაცა წინა თაობა სხვა თანაერად თამაშობდა სცენაზე და ეხანდელი თაობა სხვანაირად. მაგრამ ან პროფესიონალ მსახიობებზე ვაპარაკობ ამ შემთხვევაში ალბათ. მე სხვა აზრი მაქვს. რა აზრი გაქვს სხვა? შეიცვალა რა თქმა უნდა იცვლება ერთი იყო დიდი სცენიდან ნათქვამი სიტყვა სხვანაირია და ისეთი ცოტა კამერული სივრცეში ნათქვამი სიტყვა სხვანაირი უნდა იყოს. დიდი დავუშვათ ოპერის სცენიდან არ შეიძლება, შეიძლება, მაგრამ ეს ვერავინ ვერ გაიგებს. უნდა რასაც ვაპარაკობდით, უნდა იყოს ისე მოძებნილი ამოცანები, რომ აქტიური იყოს იქ, რომ ის უნდა გაიგოს ხსამა იარუსმა. და ამიტომ ზოგჯერ არის, რა თქმა უნდა, არის ეგეთი შტამპებიც, როდესაც გონიათ, რომ თეატრში ესე ლაპარაკობენ, ხმამობდა, მახსოვს ერთ-ერთმა არა სასიამოვნო ჩემთვის ჟურნალისტმა თქვა მე თეატრი არ მიყვარს, როგორ ამხარ ვახტანგ რაღაცა ეს გამოგაჯავრა და ეს შამშა გულში მიხედავთ 20 წლის წინ მოხდა ეს და ის არ გაზრდილა იმის მერე. იმას ეხლაც ეგრე გონია და ნუ ალბათ ესე დარჩება, ესე ჩაუწავა იმ ქვეყანას, სადაც შეხვდება კარგ მსახიობებს. ალბათ მე წაღლინი აქ და სულში აქ და ეგრეთ ლაპარაკობ. ეს ამბობდა რა არის? ის შეხვდება არა მე პირიქით სულიერ დაზრუნავ იმ ქვეყანას მაინც რაღაცა მოახერხოს იქნებ. და ამიტომ რა თქმა უნდა იცვლება სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვანაირი სპექტაკლები, სხვადასხვა სიმართლე იბადება, სხვადასხვა ჟანრია, სხვადასხვა სიმართლეა. უბრალოდ არსებობს რა თქმა უნდა ფსევდო casual თამაში. Casual ეს როგორც ცხოვრებაში აბსოლუტური იდეალური სარკე რეალობის, ესეც ფორმა თეატრის და
ესეც სპეციალური ესეთი შეგრძნება რეალიზმის. ოღონდ ყველაფერს არ ხდება ეგ. გააჩნია პიესას და გააჩნია ჟანრს და გააჩნია სათქმელს, რა ჩანაფიქს რეჟისორისას და მსახიობისას. მაგრამ არის ფსევდო სიმართლე, რომელიც უფრო გავს შინაგან მორიდების დამალვის უნარს, როდესაც შენ ეს ახლა პროფესიონალ მსახიობებში ნაკლებად იგრძნობა, თუმცა არის ხოლმე. ხო და დღესაც სპექტაკლები იდგმება და დღეს მსახიობები ვინც თამაშობენ, რაღაცა შეიძლება დაახასიათო იმით, რომ ესენი დღეს ესეთები არიან და თქვა წინათაობა სხვანაირი იყო. ამ ხრივ არის ხოლმე. წინათაობა უფრო მიამიტი იყო. ჩემი მაგალითად, მე რასაც ჩვენი ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ, რთულ ძალიან ამოცანებს ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით, ხო, ისეთ ადვილად ყოველგვარი დიდი იმის გარეშე ხტებიან იმაში თავით უფსკულში არ ეშინიათ. ჩემი დროის მსახიობი ეგრე ადვილად ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ ბევრი პირობითობა იყო ადამიანის შიგნით, ძალიან ბევრი კომპლექსი არ არის სწორი სიტყვა ალბათ. პირობითი რაღაცები იყო, რომლის გადალახვა არ იყო ადვილი. იმიტომ რომ ბევრი შტამპი იყო, ბევრი ჩაკეტილობა იყო სოციალური ადამიანით, გონებრივით მათ შორის და ეს თაობა გაცილებით თავისუფალია გაცილებით მაგარია ის ღია უფრო რთული და ესეთი რადიკალური ქცევის ანალიზისთვის გაცილებით უფრო ღია მაინც იმ რა ქვია ხელოვნებას კი არის ახლა ლაპარაკი არ ვეთანხმები ამას რომ დიქტატურის დროს ყვავის ხელოვნება და სოციალიზმის დროს გახსოვთ როგორი იყო თეატრი შიგნით ჩავიხედოთ კი ფული გაცილებით არც ისე ბევრი მაგრამ იყო დიდი იყო თეატრი ბევრი მსახიობები იყო ამაზე არ იყო დამოკიდებული მაგრამ არსიც იყო რამოდენიმე მსახიობი რომელიც გაარღვევდა ხოლმე რაღაც კანონს იმას კედელს უფერულობის და მე მას ეძლეოდა ამას ხას საკმაოდ სიტყვა ეძლეოდა უფლება რომ ეთამაშა ისე როგორც უნდა მის ინდივიდუალიზმი და მანერულობა იყო ერთაიგივე მე მახსოვს ეს როდესაც აი ინსტიტუტშიც კი ეს მანერულობას ამას ებრძოდნენ მანერულობა სინამდვილეში არის განუმეორებლობა მსახიობის ისეთი მანერული კი არ არის ისეთი როგორც არის და ანუ ცდილობდნენ რომ ერთნაირი ყოფილიყო ყველა ეხლა მაგალითად ეს ჩანს დღეს რუსულ თანამედროვე თეატრში დღევანდელში თუ მე რა თქმა უნდა ისე აღარ უყურებ როგორც უყურებ მაგრამ თუნდაც რაღაცა ცოტათი ხო უყურებ სპექტაკლებსა და ფილმებსაც აი ესეთი გახდა ნიველირება მოხდა მსახიობის ეს მახსოვს მე ჩემი ახალგაზრდობის მეორე ჩემი სტუდენტობის მერე იყო ეს ტენდენცია მე ჯერ არ იყო საბჭოთა კავშირის დაშლილი როდესაც იყო რუსულ უმაღლესებში ეგეთი ტენდენცია რომ დავაბრუნოთ რუსული ტიპები რუსული გენოტიპი ამბობდნენ და ამიტომ აი მაღალი და ბოხეხმიანი ბიჭები უნდა და ძირითადად ჟანიანი კაი ხალხი და ამიტომ ეს თეატრიც რუსული აი პირდაპირ პროპორციულად ამისი რამოდენიმე წელიწადში გახდა აი ესეთი მამაღალი თვალით დაჭყეტილი ნარცისების ესეთი ანზე მყოფი ბოხეხმიანი რატომღაც ითვლება რომ ბოხეხმა კარგია და დრამატული ტენორი არ ვარგა ეს რატო გჯობია ხან არის ის ქალებშიც რატომღაც ბოხეხმა უფრო თეატრალურად აღიქმება ეს ძველ თეატრში გულისხმობ და აი ასეთი სიყალბე ხდება იქ სადაც რა არის ადამიანის სულიერი თავისუფლება
იქ ხელოვნებაც ყალბი ხდება. კი, მართალია მოლიერი იყო მე-14 დროს და აბსოლუტიზმის დროს და კიდე ბევრი შესანიშნავი დრამატურგი, მაგრამ ბევრი არ იყო. თქვენ არ ეთანხმებით, რომ შეიცვალა? არა, გასხვებული აზრი გვაქვს, რა თქვით? ხო, მე ცოტა უფრო სხვა რაღაცას ახლა რუსულ თეატრზე გადავიდა, სხვაგან რაღაც აზრი მე. თქვენ რა კითხვაც და ამისვით ვფიქრობ, რომ კი ყოველთვის განსხვავდება და ყოველთვის უნდა განსხვავდებოდეს და ახალგაზრდებმა ყოველთვის უნდა იფიქრონ, რომ სამყარო უნდა შეცვალონ და რაც იყო მანამდე წაშალონ და დაგმონ, ასე ვთქვათ და წავიდნენ წინ, მაგრამ კონკრეტულად მე მაინც უფრო იმაში არ ჩართული, აი ხმაზე თუ ლაპარაკობდი და გაგონი მანერაზეც და კი ძალიან საინტერესო casual, მაგრამ ყველაფერი არ არის casual და მე მიყვარს თეატრი. სხვა ყველას ჩვენი თეატრი გვაქვს. და მე მიყვარს შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ თეატრი არაიდენტური ცხოვრებისა. ცხოვრებაში ისედაც ბევრია ეს ყოფითობა, თემებიც და მე მიყვარს ცოტა განსხვავებული. როგორც ფილმში სხვათა შორის, აი ეხა ძალიან ხო დაგვერხოთ, აი გრიმსაც კი ხო, მაკიაჟს თუ ვიზაჟს ხო, რომ მაქსიმალურად მიახლოებულად ცხოვრებასთან. გავიგე, მაგრამ ის ჩემთვის უფრო აღმატებულია, როცა წიგნს კითხულობ და აღწერა, მაშინ აღარ წავიკითხოთ, აღარ მოусმინოთ, მე მომწონს რომ ცოტა არის თუ გნებავ დავარქვათ თეატრალური. გაჩნია სპექტაკლს გაჩნია ხა მე არ მომბობ ეხა როდესაც არის სერიალი ჩემს არ მოხდება ბუნებრივია ხო მაგას ვამბობ და მე ეს თეატრი მიყვარს მოკლედ მე ვეძებ ესეთ თეატრს როგორც მაყურებელი ყოველთვის ის უფრო მიზიდავს ეს არის შოს რომ მე სხვა არ მომწონს ან არ ხო ნიჭიერებას ხედავ მაგრამ აი მეორედ მაგით საზღვრავ ხოლმე ან როგორ მახსოვს ან როგორ ფიქრობ ხო თეატრის და სპექტაკლის დანიშნულება ჩემი აზრით ეს არის რომ ცოტა უფრო მეტი აზროვნების რაღაც შეცვლის უფრო კეთილი რო გავხდეთ ცხოვრებაში თუნდაც მე როგორც პიროვნება როცა მაყურებელი ვარ ამიტომ მე ვეძებ ცოტა სხვა თეატრს ჩემთვის ჩემი სულის აღსაზრდელად ასე ვთქვათ და მე მომწონს ეს რომ ეს არის გამოგონილი სამყარო და არ არის პირდაპირ ჩემსა და მსახიობს შორის ვინც დგას სცენაზე სხვაობა არ არის აი ის ჩაცმაშიც, თამაშის მანერაშიც. ხოთ ეს არის ჩასვლა, ეს არის სიყალბე. ეს არის პირობითობა. ხო, ჩვენ ვიჯერებთ უცებ რომ ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი. ან ზულთ. როგორ არის ხო პირობითია, ჩვენ ვიცნობთ იმ ადამიანებს და ვიცნობთ მათ მეუღლეებს, მაგრამ მაინც ვიჯერებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ეს დავიჯეროთ. ამიტომ ის ცოტა გნებავ თეატრალურობა არის ჩემთვის ასე ვთქვათ პირიქით მისაღები. არის ესეთი პოლონური ანეკდოტი. პოლონურმა რეჟისორმა მოყვანდა იმიტომ რომ არა ვარ ცოდნი პოლონური იმის ეპოსის, მაგრამ კარგია ეს მოყვა ორი გლეხი ძველ დროში ხდება მეფის იმპერიაში ჩავიდა ვარშავაში გაყიდა თევზი უნდა გაეყიდა და გაყიდეს თევზი და მოაგროვეს ფული და საღამოს რა ქნათ კაც შევიდეთ ამ თეატრში რა ლაპარაკობენ რაღაცა თეატრი შევიდეთ ნახოთ რა არის შევიდეთ და ნახეთ და ჩამოვიდნენ უკან თავის სოფელში და დანარჩენები დახვდნენ აბა რა ნახეთ თეატრი ნახეთ რა ხდებოდა აი ხატი შესანიშნავი მონასტერი აი ტაძარი რაღაცა ძალიან ამაზი არისო ეს ყველაფერი ფარდებიო ეს ლუსტრა შესანიშნავი რაღაც ეს ისენს კამები ხავერდი არაჩვეულებრივი ყველაფერი და სცენაო ესეთი კარგი იყო ფიცრის განხორშიანი გაკეთებული და სპექტაკლი აკიო იქ ფარდა გაიხსნაო მე და ორი კაცი გამოვიდა და რაღაც ელაპარაკებოდა ერთმანეთს და უძდელები ხარ ვიყავით ხარ მოусმენთ და გამოვედით ანუ თუ თეატრი დარჩა მიღმა იქით შენ არ გეხება მაშინ ადგები და წახვალ ბუნებრივია კარგი, სპონსორი შეკითხვა გვაქვს და მე გავაგრძელოთ ის სამსახიობო თემაზე. ამაზე თქვენ უკვე გაქვთ პასუხი გაცემული წინა პოდკასტში რო იყავით, შეისვენეთ და აივს ენერგიით ესეთი რუბრიკა არის და როგორ ისვენებთ და ივსებით ენერგიით არის შეკითხვა. როგორც მახსოვს თქვენ პასუხით რომ ზღვა იყო თქვენი საყვარელი ადგილი და სასვენებლად და თეატრი.
თქვენ შემთხვევაში როგორ არის? ზღვა აღარ არის ჩემი დასვენების ადგილი, იმიტომ რომ ერთადერთი სპორტია, რომელიც ვიცი შედარებით ცურვა და ამის საშუალება აღარ მაქვს. იმიტომ რომ დაძრწიან თუ გაცურე შორს და ბანანები, სკუტერები, რაღაცები არ მოვიწება სახე სკუტერის ბიჭის მოდიოდა და არელოდა იქ რომ ცურავდი და შეშინდა გადამჭრაკინა გამშოზე. მაგრამ ცოტა ხნით შეშინდა და გაგრძელა ბედნიერად მერე ის მოგზაურობა. თავისით ვიფიქრე რომ რაღაცა დაინგრა იქ ჩემი მარტოობა იყო ზღვაში გავდიოდ ძალიან შორს იქ აი ეს იყო ჩემი დასვენების ისა და იქ როგორც კი ცოტა მოეშვები გესმის ხმა იმისი ბანანის მისდომი 30 კაცი კივიდი ცუდად ჯერ ცუდად წყალში ხვიც როგორც ცუდად რომ გაახთვა და ჩაგირდეს აი ცხვირთან ახლოს მე მორჩა ეს. ამიტომ არ ვიცი, თა. ალბათ. აი წელს ვიყავი ამაში რაჭაში და ონისონიანთან ვიყავი სტუმრად და მან წამიყვანა კიდო მაღლა არის ახლა მრავალჟამიერ სუდახი მრავალ მოკლედ არჩეულებრივი ადგილია სადაც გონია რომ არჩეულებრივი ადგილი იყო ძალიან მაღლა მთებში ავედით და იქ წვიმდა წვიმას იწყებდა და ხედავდი როგორ აი ელვები როგორ იბადება ჩემ თვალწინ და ხედავდი ეს მეგონა რომ ოლიმპზე ვარ ღმერთებთან ერთად და აი ქვემოთ რაღაცა ღრუბელი უცებ ჩაიხრიტა ესე და ჩემ თვალწინ იქ წინ იქ ჩაიქცა იქ ამბროლაურში და მე ამ ზევიდან უყურებდი და აი ასეთი რამე ემოცია არის ალბათ თავარ დასვენების უნარი საშუალება ისე უბრალოდ დასვენება არ სერიალი ტელევიზორში კლახა უფრო კაია უფრო ისვენებ რას უყურებთ? არის რამე რაც მიმდინარე არის ყველაფერს უყურებ რაც აფერი ნახე რაც მომხდება იმდენად რომ კორეულზე გადავედი ამე ბოლო პერიოდის სერიალი არის რომელიც არა კინო ბევრია ძალიან ბევრი კარგი რომელი კარგი რა ყველაფერი ნახეთ არა ხო ნუ ბევრი კარგია კაცი ეხა კინოზე მეტად სერიალში გადაინაცვლა სიმძიმის ცენტრმა ჩვენი ხელობის ყველგან არა უმეტესობა არ იმსახურებს დიდ ქებადიდებას, მაგრამ ზოგიერთი უბრალოდ არაჩვეულებრივია. ხო, მე მაგალითად მე კომედია მიყვარს, ჩემს საყვარელი ჟანრი კომედია და კინოში ფაქტობრივად აღარ დარჩა. ეხლა არის სატელევიზიო რამე სერიალი თუ არის, თორე სადაც იყო ფილმი დიდი ხანი ახალი არ მინახავს. მართლა სადაც იყო ფილმი ხო, კომედიაც აქვს, კომედიაც არ და კომედიაც ხო. არის აი ბოლო რა ქვია გოლი პისტოლეტ როგორ არის შიშველი ხო შიშველი არაღი მოგონე ეს ეყონა ხო ეხლა გამოვიდა ახალი სერია მაგრამ არ მინახავს და გეწყინებათ არ გეწყინებათ გაგეცინებათ ალბათ მაგრამ როდესაც უმიზეზო კომიკური ესეთი ის როგორც ჩაიფიქრეს ის თავის დროზე ეს ძველი ეს იყო დაცინვა ეს იყო სარკაზმი იმაზე ფსიქალბეზე კინოში ხო აი ექშენის იმაში და მაშინ ეს ასაცი მაშინ ამას ქონდა მიზანი და ამას ქონდა აზრი როდესაც პოლიციელები იყო შტაირი პოლიციელები შემთხვევით იმარჯვებდნენ რაღაცას და იყო ეს იყო სატირა მაშინ მას ქონდა აზრი შეხვდები ისთვის ხარჯავ დროს და რას უყურებ და დღეს უბრალოდ აბსურდული ესეთი ზოგჯერ სულელური მაგრამ ნუ გონება მახვილი ხუმრობები არის რა თქმა უნდა მაგრამ როდესაც ვერ ხვდები ისთვის არის მაშინ გონია რომ ფილმს უყურებ ფილმს ერთობი მაგრამ როგორც კი მთავრდება არაფერი არ აღჭება იქიდან
არავითარი დასკვნა არ აქჩებოდა ეს არ ვარ კომედია როგორც უდი ალენმა თქვა ძალიან ჭკვიანურად ტრაგედია ეს არის როცა ადამიანი ეხეთქება რაღაცა წინააღმდეგობებს და ვერ გადალახავს მას და იღუპება და კომედია არის როდესაც იგივე ადამიანი ჭკვიანად იქცევა და გადალახავს ანუ განსხვავება არ არის უბრალოდ არის გონება מחვილ ადამიანებში ხო ჟანრის მხრივ არის განსხვავება რომელიმე ჟანრი ფურთული იყოს მეორესთან შედარებით მაგალითად აი კომედია არის რაღაცა კომედია რა თქმა უნდა ოდნავ ფურთულია იმიტომ რომ გამოცდილება ჭირდება სამსახიობო ხელობა ჭირდება ხელოვნებას არ გულისხმობ აი ხელობა რომელიც უნდა იცოდე როგორ ააგო ფრაზა როგორ ზუსტად მიიტანო იქ საჭიროა ეს ძალიან საინტერესო პროცესია როგორ სწავლობს ამას მსახიობი უკვე მაყურებელთან ერთად ამას მარტო სარეპეტიციო ვერ გასწავლის ამას რა მაყურებელთან როცა დარბაზის სუნთქავს შენთან ერთად ელოდება შენ იმას და შენ ერთი წამით შეაჩერებ მის სუნთქვას და მე გააკეთებ იმას რაც იწერია ეს არის არაჩვეულებრივი ესეთი ნარკოტიკი მსახიობისთვის როდესაც შენ ეუფლები ადამიანების ჯგუფის გონებას და მიყავს ის ხო იმიტომ მე მგონია რომ ალბათ ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ყველაზე ახლოს ზღვარი არის კომედიაში ცუცა და კარგ შორის არის ძალიან ადვილია რომ აი ერთ პატარა ფეხსაცდენა გინდა და ცუდი რომ გამოვიდეს კომედიაში რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა გემოვნების იმიტომ რომ აი ხშირად იგივე რაც თქვი თუ კომედიას არ აქვს მიზანი ძალიან კონკრეტული სათქმელი და სერიოზული სათქმელი მაშინ მას არ აქვს ფუნქციაც მაშინ მის ფუნქცია უბრალოდ გართობა თუ იქნა დროის მოკლა მაშინ ეს უკვე საინტერესო აღარ არის შეიძლება ამას არც აფიქსირებ მაყურებელი მაგრამ რომ გამოდიხარ გინდა სხვა რამეზე ილაპარაკო იმიტომ რომ არაფერი არ აქრჩება იქიდან რაც ნახე ეს არის დაახლოებით აი რომ თამაშობს ახლა მთელი სამყარო ამ მეც მათ შორის იმგენს აი სანამ ერთ მისიას შეასრულებ ხო გონია რომ აი ეხლა ეს თუ არ გადავლა ვარიანტი არ არის გაჭედილი ვარ ბუსტები რაღაცები ფულს ხარჯა უამრავს გავივლი და შემდეგი დაიწყო ეს აღარ მახსოვს წინა რა იყო აი რაღაც ესეთი თითქოს ჩართული ხარ მაგრამ როგორც კი დამთავრდა აღარაფერს აღარ გიტოვებს გარდა ტყუილისა რომ ეს ზოგადად გონებას ავარჯიშებს და რეაქციას ზღაპარია ჩემი აზრით და ავარჯიშებს გონებას ავარჯიშებს ურთიერთობა როგორ თამაშობს ხოლმე ყველანაირ ნუ სტრატეგია რა არაფერს ყველანაირ შტერულსაც მეც რაღაც ეგეც თამაშობ და რაღაცა ჯარი ყავს და უნდა მასაკნა ხო განავითარო და მე ვერ ხვდები ამაში დროს რატო ხარჯავ ხოლმე მაგრამ მე ისე მიუბრუნდები რომ აი რაღაცა ის ჯარისკაცები ავარჯიშო და რაღაცები ვაკე ხო მე ხვდები რომ რამდენი დრო 5 საათი გავიდა კი მსახიობი ალბათ ბევრჯერ უკითხავ თქვენთვის მაგრამ აი მაგალითად მაგარი მსახიობი რა ვიცი დენირო ვინ არის დღეს მეტიუ მაკონაჰი ან არ ვიცი ვინ არის კიდე ეგეთი მაგარი მსახიობი მაგალითად რომ მოვიყვანოთ რა ხდის იმას ეგეთ მაგარ მსახიობად რაღაცა ნიჭია გამორჩეული ყველასგან თუ რაღაცა ისეთ თუ ინტელექტუალურ სამუშაოს აკეთებს დიდ რო ისეთ არჩევანს აკეთებს თამაშის დროს აი რატო არის ესეთი გამორჩეული და თითქოს შეხედავ ისეთ არაფერს არ აკეთებს განსაკუთრებულს მაგრამ მაინც უყურებ და გაინტერესებს და აი ამას როგორ უნდა მოახერხოს მსახიობმა ეს რა თქმა უნდა ეს არის რაღაცა არის რაც ღმერთმა რა მიცა ადამიანს პირველად არის შეიძლება ესეთია მაგრამ ნამდვილად არის ეს რომ ვიღაცას აქვს უბრალოდ ამის დიდი ნიჭი და ვიღაცას ნაკლები მაგრამ სინამდვილეში მსახიობის ცხოვრება და პროფესია არის აი სულ მთელი გზა არის აი რაღაც ცხოვრებისეული გზა არის და ყველა ეტაპზე ცხოვრების არის რაღაცა ან ემატება ან აკლდება კარგავს იღებს გამოცდილებას აგროვებს მსახიობი მე სულ შიგნით მაქვს სულების შემგროვებელია ჩემთვის აი მე იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ რამე ცუდი ხდება
საკუთარ თავსაც და ინსტინქტურად ვიმახსოვრებ, რომ მე სადმე გამომადგება, შეგრძნებას, ტკივილებსაც კი აგროვებ, არამც თუ რაღაც სადაც კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ ამას ჭირდება გაღრმავება. აი მაგალითად ეხლა როგორ მალე იცვლება რაღაც, ხო, გენერაციების შორისაც, ხო, რაღაცა აი თქვენ ბევრად ახალგაზრდა ხართ ჩვენზე, მაგრამ მაინც რამდენიმე შეიცვალა, უკვე აღარ ხართ ახალგაზრდა იმასთან შედარებით, მარტო ასაკს კი არ გულისხმობ. აი უცებ იცვლება რაღაცები. აი ამის რაღაც ადეკვატური უნდა იყოს, უნდა გესმოდეს ეს, აი პულზე, სამყაროს პულზე უნდა გედოს თითქოს ხელი, ხო? იმისთვის რომ აი რაღაცები დაიჭირო, რაღაც შეგრძნებები. შეიძლება მაყურებელი ამას პირდაპირ ვერ ხვდება, მაგრამ მე ხვდება, აი რასაც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს არაფერს არ აკეთებს და ზეგავლენას ახდენს, ხო? ანუ ეს აუცილებლად, აი მე საშინლად ვეწინააღმდეგები აზრს, რომ მსახიობი უნდა იყოს სულელი. აი ეს არის ჩემთვის მიუღებელი, შეიძლება რაღაცა დროს, აი უბრალოდ ხალასმა მართლა რაღაც ბუნებით მოცემულმა ნიჭმა გადაგარჩინოს და ფონს გაგიყვანოს, მაგრამ ეს დროებითია. მე აუცილებლად ჭირდება განვითარება მსახიობს. აი დენიროს რატო ვახსენებთ, ყველა დროის გენიოსი, რატო არის ჩემთვის, აი მეც ინსტინქტურად პირველი ვამბობ დენიროს. იმიტომ რომ აი ყველა დროს და როლსთან არის თავის დამოკიდებულები. თითქოს რაღაცა ახალია. პირველად ერთი რო ნახო, როდესაც ტაქსისტია სხვა არის, როცა მკვლელი სხვა არის, როდესაც განგსტერი სხვა არის, როდესაც პენსიონერი ბაბუა სხვა არის. აი ყველაფერს თითქოს ნოლიდან და აი მაგრამ თან თითქოს ყველგან ერთნაირია, მაგრამ თან სხვადასხვანაირია. არ არის ერთნაირი. ყველა, იმიტომ რომ ის მანერას კი არ ცვლის რაღაცის, თქვათ, აი რაღაცა წარბს ან რაღაცა მიმიკას, არამედ შიგნიდან იმ სიტუაციაში არის ის, ვინც არის. აი როგორ არის პრაჟივაიტ, აი ცხოვრობს იმ როლს, აი ნამდვილად ცხოვრობს, იმიტომ რომ აი ჩანს მისი დამოკიდებულება. ჩვენ როგორ არის ადამიანები საგნების მიმართ ხვდებით, ხო, ჩვენს აი დამაჯერებლობა არ დამაჯერებლობას რო დაუბრუნდეთ, სად არის, ხო? რითი გაყიდის ადამიანი, ახლა სანამ ამოიღებს. აი საგნებთან ერთად ფაცი ფუცში, ხო, რაღაც როგორ დალევს წყალს, ესე თუ ესე დამაჯერებლობას და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენ ყველაფერს სამყაროს მიმართ, რომ საგნები კიდე სამყაროა. სამყარო კიდე არის ბევრი რაღაც. აი იმის მიმართ როგორია, იქ ჩანს განსხვავება და არა მიმიკაში დენიროსი ან რაღაც გამოხედვებს ის რაღაცა ნაირსახეობაში ან სიცილი, ხუთი სიცილი, არ აქვს ხუთი სიცილი. აქვს ის, რაც არის იმ წუთში, რა როლსაც თამაშობს. და ვითარდება. ეს ახლა უკვე ხანში შესული ადამიანი კიდევ რაღაცებს გვთავაზობს, როგორც მერილ სტრიპი. სულ ახალ, სულ რაღაცა ახალი რა არის, თვითონ ჩანს რომ ადამიანი კარგ დროსაც ატარებს, უყვარს თავის პროფესიას სწორედ. და აი, ბევრი რაღაცისგან შედგება. ხო, აი, უცებ ხვდები რომ კარგი მაგალითად მამამიაში რო უყურე, აი, რაზე მეცინებოდა, იცით, კომედიაში ზე კი არ მეცინებოდა, ხვდებოდი რომ ძალიან კარგ ხასიათზე არიან ეს მსახიობები. და ამას ისე მარტივად გვაწვდიან თავისი დანგრეული სხეულით, ნაკლებად კარგი პლასტიკით და ცეკვით და სიმღერით. უბრალოდ მარტივად შეუძლიათ რომ კადრშიც კარგი დრო გაატარონ და არ იყვნენ რაღაცა ღვაწმოსილები და რაღაცებზე არ ფიქრობდნენ და ზედმეტ პროფესიონალიზმსაც არ გვახვევენ და აი სწორედ მაშინ გვახვევენ, კი არა, გვაჩვენებენ მათ საოცარ. ხო, მაგრამ ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი, რაც თქვენ აღწერეთ, რომ გზადაგზა კიდევ უფრო მაგარი გახდები ამის გამო. ხო, და აი გამოცდილება, იმიტომ რომ თქვა დენიროსი, ალპაჩინოს რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლები ახალგაზრდობაში აქვთ ნათამაშები. ხო, მაგრამ როცა შეგიძლია სულ განვითარდა, მე არას გზით. მე უბრალოდ ვამბობ, რომ აი ზოგს როგორ გითხრათ, ეს პროცესი შეიძლება პირველივე როლზე დამთავრდეს, ერთი ითამაშო და დამთავრდა, ეგეთებიც ვიცით, ახლა რომ დავძაბოთ გონება, ბევრს გავიხსენებთ, რომ ერთი ითამაშა და ჩარჩა და მე ყველაფერს ექსპლუატაციას აკეთებს თავისი ერთი რაღაცა მიმართულების, ხო და თითქოს დაიშტამპა და მორჩა და შეიძლება
ასაკშიც რაღაცა კიდე ახალი შევოგთავაზო. გააჩნია რა მიდგომა გაქვს. ანუ ნიჭიც ილევა, არა, დამოკიდებულება პროფესიის. ზოგს უყვარს ნახეთ ხელოვნება, საკუთარი თავი ხელოვნებაში და ზოგს უყვარს ხელოვნება. აი როგორც საგნებთან მიმართებაში მე ვთვლი რომ პროფესიისადმი დამოკიდებულებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ რა გვინდა? აი მე მანანას მსახიობს რა მინდა პროფესიისგან. თუ მე მარტო მინდა რომ მე ვიყო აი მე თავარია მე როგორ გამოვიყურები, როგორი ვიქნებ. ის არის სხვა მიდგომა და სხვა არის სიღრმისეული. რა მინდა რომ ვთქვა? მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში რეჟისორია, ხო, ვინც ჩაიფიქრებს და ჩვენ ანუ მე ვართ ფერები, ასე ვთქვათ, ხო? მიუხედავად ამისა, ჩემი სათქმელიც რა არის? შინაგანი იმპულსი, მე როგორ გავიგებ, ხო? გაგებაც ხო უნდა რაღაცას, რასაც რეჟისორი გეუბნება და გთავაზობს. აი ჩემი კიდე რა არის ნამატი ასე ვთქვათ ხო ამ ყველაფერთან ხო ანუ გონებრივი ინტელექტუალური სამუშაო არის დიდი ხო გასაწევია როლის ეთამაშა ინტელექტუალური და ყოველთვის ამას ვიტყვი ჯიუტად ვინც უბრალოდ გავიდა რაღაც ფონს რაღაცა გარეგნობის რაღაც შარმის რაღაც ნიჭის ასე ვთქვათ ხარჯზე ის დიდხანს ამას ვერ შეინარჩუნებს ან ყოველ შემთხვევაში მენაკლებად მაინტერესებს ესეთი ადამიანი ხო ალბათ აი ბავშვი მსახიობების შემთხვევა არის ეგ როცა უცებ ისე ითამაშებენ ხოლმე და ისეთ იმას გამოავლენენ რაღაცა ნიჭს რომ იმას ახლა დრო არ ქონდა იმდენ რო ეფიქრა პროფესიაზე ან ხელობაზე აი სწორი მაგალითი მოიყვანეთ უბრალოდ აქვს და მორჩა რატო არ ფიქრობთ ამდენს ხო აი adolescence რო იყო ხა სერიალი თუ გაქვთ ესეთი უწყვეტი კადრით რო არის გადაღებული 4 სერია იყო და გახმაურებული იქ ბავშვმა რაღაც პრიზები მოიგო რაღაც ისე ითამაშა რომ აი რო უყურებ იფიქრებ შეიძლება ეს ერთი 50-ე ფილმი არის მისი ისე თამაშობს და ანუ ეს იყო პირველი როლი ცხოვრებაში მე გეტყვით კიდე ერთ მაგალითს მოსნა რუსულია მაგრამ ეს ალა პუგაჩოვი ხო გსმენიათ მას ხავთ შვილი კრისტინა არბაკაიტა პატარა რო იყო ითამაშა იყო ესეთი ფილმი ჩუჩილა აუ ხო მახსოვს საუთ ეს აღარ იყო თამაშინ ეს არ იყო კადრის და მაშინ საბჭოთა კამერა და ხო ხდებით ეს არ იყო მონტაჟის ან რაღაცის ხარჯზე ეს იყო რაღაცა გაუგებარი თამაში იყო იმდენად ძალიან საოცრად ითამაშა ბავშვმა ტრაგიკული სცენები არაერთი თავიდან ბოლომდე და მე გახდა ის რაც გახდა კი არ ვაყენებ შეურაცხყოფს მე ერთი ესტრადის რუსული ესტრადის მომღერალი მაგრამ სად გაქრა ეს ყველაფერი ხო ეს იყო ეს ბავშვის სამყარო აი ცოტა ეს არის რა რომ შენი სამყაროს როგორ გაფლანგავ ან პირიქით შეინარჩუნებ აი მე არის ინტელექტუალური სამუშაო და სიღრმისეული ფიქრი მუდმივად რა არის ჩვენი პროფესია სულ ფიქრო მეტი ვერაფერს ვერ გააკეთებ როცა მოგეცემა საშუალება მე ამას ფიქრი არ არის მე შევეკამათები თქვენ ნუ ფიქრი ხო დაგროვებ ფიქრი არ არის ინტელექტი ფიქრობს კვლელიც არამედ სხვა კამათის კი არა ერთ ძალიან ჩემო კარგმა მეგობარმა და კარგმა მსახიობმა თქვა არ დავასახელებ ვინ მაგრამ კარგი მსახიობია ძალიან და ეს არ არის ინტელექტუალური ეს ინტუიტიური პროფესია არის და დავფიქრდი მეც დაახლოებით იგივე აზრზე ვარ ეხაც როგორც მან მაგრამ უბრალოდ იქ არის განსხვავება ჩემი აზრით მხოლოდ ინტელექტუალური მიდგომა შენი პროფესიისადმი არ ნიშნავს წარმატებას აი წარმატებაზე არ მithქოს ხო ნუ ანუ ინტელექტუალურად მიუძგები ლოს და გამოგივა არა ინტუიცია აი რაღაცა თქვენ რა გამოაჩენს სახებს უნდა კონდეს ესეთი როგორ კანი თხელი კანი რომ ნერვული რეცეპტორები მისი მეტად გრძნობდეს ვიდრე ყველა დანარჩენი ადამიანი რა ხდება სამყაროში და ის გადმოცემდეს უკან ამიტომ აი არბაკაიტეს მაგალითიც ხო ინტუიტიურად ბავშვს ინტუიცია გაცლებთ უფრო დიდი აქვს იმიტომ რომ მას არ აქვს გამოცდილება ცხოვრებისეული და არ არის მუხრუჭები ცხოვრებისეული მის ფსიქიკაზე აღარ მოქმედებს არჯერ არ მოქმედებს ამიტომ შედარებით თავისუფალია და გაბედული თუ რა თქმა უნდა სწორად გაზრდილი ბავშვია და ნორმალურ
პირობებში გაიზარდა და რაღაცა სხვა დათრგუნა. და აი მაშინ თუ მაგზე და მე სიტუაცია მას ეთყობა ძალიან კარგი რეჟისორმა გადაიღოს ფილმი, იმიტომ როლანდ ბიკომა და იმიტომ კარგი. ხო, აი რეჟისორზე რამდენია დამოკიდებული? ძალიან ბევრი. იმიტომ ვინახავს მსახიობი რომ იფიქრებ რომ უნიჭო არ და მე შეიძლება შემდეგ ფილმში უცებ ისეთი როლი იყოს და ისე ბუნებრივი იყოს რომ აი მინდოდა მეთქო რომ ინტელექტუალური ნაწილი ამ პროფესიის უფრო რეჟისორის საქმეა. პირიქით მისი საქმე არ არის გრძნობელობა. ამაში ხშირად ერევა რეჟისორი და მართავს მეც ვწოდა ამას. აი ერევ მსახიობის შიგნით ემაში. მინდა როგორც მე გრძნობ ისე მასკნას გააკეთოს და გონია რომ უფრო სწორია. ეს სავარაუდოდ არ არის უფრო კარგი. უბრალოდ მე ჭიმაქრო გამოვიცანი მისთვის რა იქნება კარგი და იმიტომ ვარ ხოლმე ზოგჯერ ზედმეტად დომინირებ ამ იმაში თორე არ უნდა მოხდეს აი სტრუქტურა ზოგადად მიმართულება სათქმელის რაღაცა იმისი უფრო განსაზღვრავს რეჟისორი მსახიობი როგორ არ განსაზღვრავს ამას ეს არ ნიშნავს რომ ის შტერი შენ არ იფიქრო ამას არ გეკამათები არა ნუ იფიქრებ იმიტომ არ ვამბობ ამას და თუ გინდა იფიქრე მე უყვარს შტერი მსახიობები და ვის უყვარს შტერი მსახიობები ესე ინტუიცია ვისაც აქვს ის შენთვლე შტერია ინტუიციაზე არ და ვინც ინტელექტუალია ის მსახიობია უკვე ხო შტერი პროფესიაში შტერი ზოგადად პროფესიაში შტერი და ოღონდ ერთი კანა მის ინტელექტუალი ეს არ ნიშნავს რომ მსახიობია. პირიქით ხშირად ძალიან კითხვას არ გულისხმობს. წიგნების კითხვას ხოლმე. ნუ ამარტივებ ჩემს აზრს გაბატონო მანანა. წიგნების კითხვას არ გულისხმობ. ინტელექტუალი ნიშნავს საკუთარი აზრის შექმნის უნარს ნებისმიერ მოვლენაზე და სხვა მოვლენებს სხვა ცოდნებთან შედარებით. მხოლოდ თორე მინახე ძალიან ხშირად ვიღაცა რომ წაიკითხავდნენ ერთ წიგნს და იწამლებოდნენ და უშტენ და ბევრი. ხო, იმიტომ რომ გონია რომ ერთადერთი სიმართლე აღმოაჩინა და ეს გონია რომ ის არის ისა. მე ცოტა მეტი განათლების შემთხვევაში აღმოაჩენს რომ სხვადასხვა სიმართლეები არსებობენ და უიმე თურმე სულელი ყოფილვარ. აი დენირო რო ვახსენეთ განსაკუთრებით დენირო შემთხვევაში მაქვს ხოლმე ეს განცდა ძალიან ბევრ ფილმში აქვს ნათამაშები და ალბათ ნახევარი იქიდან არის ძალიან ცუდი ფილმი. და კი როგორ ემართებათ ესეთ მსახიობებს რომ ახლა ვერ იტყვი რომ ფულის გამო გააკეთა რაღაცის გამო აშკარად რო უყურებ სცენარი ისეთი რომ შეუძლებელი იყო კარგი ფილმი გამოსულიყო ანუ საშინელი და რაღაცა დრამატურგიული შეცდომებით არა საინტერესო პერსონაჟი და აი ფიქრობ ხოლმე ამას როგორ დათანხმდა ამ როლს ხო დაიკითხავთ მანამდე სცენარი აი ესეთ გამომივარო ტრაბახის კი არა რაღაც მოგეთ დენიროსთან დაკავშირებით მამაჩემი მეგობრობდა დენიროსთან წლები ზუსტად ეს კითხვა დაუსვა მამაჩემ მაშლა ხო მეთქომეციდა რომ ხო რა აი რა გაგიჭირდაო რასთან დაკავშირებითო აი ესეთი მსახიობი ხარო იმიტომ რომ მე საბჭოთა იმაში როცა მაშინ ძალიან ცოტა სუხტიდნენ და რაღაც ამბობდნენ რომ მეც კიო მიუხედავად ამისაო რომ თანხმდებიო რაღაცებს ხო ვკითხულობ ხო გესმისო რომ ეს სცენარი განწირულია უგემოვნო რაღაც იაფასიანობისკენ და რატო თანხმდებიოთ თამაში მიყვარს და ფულიო მარტივად ჩუმად მე ბოლოში დავაყოლე მიყვარს თამაში არ შემ აი ეს მე არ ხო მაგრამ აი დავიჯერო ხარ როცა შემდეგი ფილმის დრო მოვიდა ერთი შემოთავაზება ქონდა მარტო ამ სცენარი ხო დაწმუნებული ვარ 100 სცენარი უდევს მაგიდაზე ყოველთვის ხო შეიძლება ახლა რაღაცასაც ვერ გათვლი და რაღაცა შეიძლება მოხდეს ისე რომ ვერ გათვალო ახლა კევინ კოსტნერზე მაგ საკითხული რომ ისო აი ითვლება თვითონ მსახიობები ამბობენ რომ აი არ ღალატობსო ინტუიციაო და ინტელექტო
აქტუალური ესე იგი მიდგომა, რომ ისო არ თანხმდებაო და რამდენ ამეზე დათანხმდა. ანუ სულ გამოიცნობს ხოლმეო კარგ ფილმებს, მსახიობების აზრს უსმენდი, რაღაცა დოკუმენტური ის იყო და კადრები ასე ვთქვა და ლაპარაკობდნენ, მაგრამ რამდენ რაღაც სისულელესაც დათანხმდა. მე მგონი ეგეთი სახეობი არ არსებობს ყველა ფილმი რომ მაგარი ქონდა, ანუ ესეთი რომ გამორიცხულია. ინდუსტრია. არა, ცოტა მათ სხვა ამბავიც არის. მათ ესე მარტივ საპროდიუსერო ისეც არის, რა ქვია, აზრებიც ხშირად მსახიობი რომელიც ძალიან მაღალ იმას იკავებს საფეხურს პროფესიისას ხდება უინტერესო, ანუ რაღაც ნაწილი მაყურებლისა მას თulis ზედმეტად კარგს და ნაკლებად დემოკრატიულს. და ამიტომ ხშირად მსახიობები პროდიუსერების და მათი პირადი იმპრესარიოების რჩევით თანხმდებიან შედარებით დემოკრატიულ ისეთ სულელურ რაღაცებსაც, რათა ფენაზე გათვლილი არ ხდება. აბა რა დემოკრატიულობას რა შეგიძლია? არსებობს ჩიპოლინო, ზღაპარი, არსებობს გილგამეში და არსებობს ვეფხის ყავასანი, ხო? ეს სხვადასხვა კითხველი ყავს ამას. ჩიპოლინო არაჩვეულებრივი მწერლის დაწერილია, მაგრამ არსებობს კიდევ სხვაც. ამიტომ შენ უნდა განაწილდები. მეცაც გეტყვი, მელსტრიპი უამრავი ფერი შეიძინა მერე, როდესაც უცნაური, აი იმას გრიმსო ეკეთებენ მასთან ერთად. Bruce Willis-თან ერთად და პლასტიკურ ოპერაციებს თუ აი რაღაცა სულელევენ ელექსირს. ყოფილი ძოლები რა სამნილო არიან, ხო? თითქოს იმითი და Bruce ექიმია, ხო? მამის მაგვარი რაღაცა როლებიდან მან მისცა წახნაგები თავის ხელოვნებას და არა მხოლოდ ვლუბლონი და ეს რო იყო ფილმი დენიროსთან ერთად, რომელიც არ მიყვარდა. არა, ის იყო ძალიან მაგის პირველი მე მგონი. ნადირობა იმაზე. კარგი. ნუ მოკლედ, მაგრამ მიიღო მიიღო ირმებზე ნადირობა. ფერები, ირმებზე მონადირე. მონადირე. მაგრამ იბუღალკადა. და ამიტომ ხშირად მსახიობი მიდიხ, ყოველთვის არამართლებს ეს. იმ რა ქვია ბრუს უილისთან იმას არ აუშვებს იმ ფილმს მაინც ნუ გონება מחლური მაინც არის მაგრამ არ ზოგჯერ არ ამართლებს რაღაცა ნერე მსახიობმა და რეჟისორმაც წინასწარ შეიძლება სულელური სცენარი გადაიქცეს არაჩვეულებრივი მათ გააჩნია ამიტომ ამჯერა მე იმისი გრანტით საგრანტო სისტემა ნუ როგორ როცა ჩინოვნიკი წვითავს რა უნდა დაიდგას რა გრანტის მიხედვით იქ იმისთანაც დავწერ რომ მომიხედოთ ვეღარ მისვან ხო დავწერო ეს იქნება არაჩვეულებრივი შემოვი მაგრამ სხვა რამეა ეს არის უკვე სამწუხაროდ შემოიնել რაღაცნაირად ამ საგრანტო პრივალირებამ ხელოვნებაში მოახდინა ნიველირება იდეების და ერთგვარი კონტროლი რომელიც ახლა ძალიან ჩანს უკვე ძალიან ჩანს უკვე არა მარტო საქართველოში გულისხმობს საქართველოში არა სოფლიო უფრო მეტად როდესაც ჩინოვნიკი გრანტის მიხედვით წვითავს რაღაცებს თემატიკა დაწერა გარკვეულ თემებს რომლებიც ამ წუთას ტრენდშია და ის გაფინანსებს და ამიტომ მუხრუჭდება ახალი თემები იმიტომ რომ ჩინოვნიკისთვის შარშანდელი თემა მისაღებია შარშანწინდელიც მას იმის წინაც იყო და იმის წინაც იყო იმიტომ რომ მას სიახლე მისი პროფესიის მოწინააღმდეგეა სიახლეს არ ეძებს ისედაც პირიქით ლოგიკურ დადასტურებას რაში დახარჯა ეს ფული ეს იმაზე არა ქვია გენდერულ თანასწორობას კი ბატონო იმით მომენერა რომ 10-15 წელია ერთ და იგივე გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკობთ დაინგრა სამყარო გარშემო და განა არ არის ლაპარაკო გენდერულ თანასწორობა არ ვფიქრობ
მაგრამ ახალი თემები ძალიან ძნელად ჩდება. მან უნდა გაიაროს მთელი სხვაგან გადავხვდი ახლა მე, მაგრამ ამიტომ გრანტით შეიძლება ტექსტი შესანიშნავი იყოს, ან არ იყოს კარგი და მოგეჩვენოს, რომ მე ამისგან გავაკეთებ არაჩვეულებრივ სპექტაკლს თუ კინოს და მოიღებს მონაწილეობას. მე ლატარია რაღაც გამოდის, რაღაც არ გამოდის. ხო, აი ეს არის კიდე რაც თქვით, რომ ყოველთვის გვინდა რომ გამოვიდეს, მაგრამ ყოველთვის ხო არ გამოდის. ამითია ჩემი პროფესია კარგი სცენარი დაიწყო და ვერ მიხვიდე იქ. ყველაფერი და უცებ არ გამოვიდეს. შეიძლება ცუდი სცენარი კაი გამოვიდეს? კი. არის. კი, როგორ არა. თუ სცენარი არ შეცვალე. გზა და გზა. ანუ რაც აი მოცემულობა რაც თუ უაზრო ხო, მაგას არ მოგისხმობ, მაგრამ ნუ აი ისე რა სცენარი არ არის დასრულებული ვერსია პიესის. სცენარი გულისხმობს თავში ინტერპრეტირებას რეჟისორის და ავტორის, ხო? ერთად სცენარისტი ძალიან მომწონს ეს ფორმულა, რომ სცენარისტი გადაღებაზე ყოველთვის არის ამერიკულ ფილმში. და ეს ყოველთვის მონაწილეობს ყოველწუთიერად ის გასინჯავენ მსახიობზე სცენას, შეიძლება მეორე დღეს მეორე ვერსია დაწეროს და ასე შემდეგ. კი, ხო, მსახიობებს არ გქონდა. ეს ძალიან ცოცხალი პროცესია. არსებობს კიდევ play doctor ეგეთი პროფესიები, რომელიც დრამატურგი თუ სცენარისტი თუ გაიჭედა, მოდის ესეთი ჯგუფი კი ჩატლახების დრამატურგი გოთვერდების, რომლებიც ვერ გამოასწორებენ, შედევრად ვერ გადააქცევენ, მაგრამ მიყავთ რაღაც დონემდე. ხო. ეს არ იქნება ოსკარზე წარდგენილი ფილმი, მაგრამ რაღაცა დონემდე მიყავთ, ანუ შტამპებით, რაღაცებით, საიზღრობებით მიყავთ გარკვეულ ფუთავენ, როგორც ახლა მოდაშია კონტენტს. ამბობთ მე და ჩემ ცოლს გვაქვს ესეთი გართობა, რომ ვარჩევთ ფილმს, რომელიც ალბათ ძალიან ცუდი ფილმი იქნება და იმას უყურებთ რა, მაგალითად აი ძალიან ცუდ რომანტიკულ კომედიებს უყურებთ და მაგით ვერთობით როგორი ცუდი არის ეს სცენარი და მსახიობების თამაში და ზუსტად აი დაშტამპული არის ალბათ 90% შემთხვევაში ვიცნობთ შემდეგი რა მოხდება და ზუსტად ეგ არის რა ესე არის დაშტამპული ესე აწყობილი რაღაცა მე თანამედროვე კინო ვიღა უყურებს მაგას აუ დიდი ხანი არ მინახავს რუსული მე შემთხვევით ნახე უბრალოდ აი ამ ზუსტად თქვენნაირი ინტერესით შევრჩი რომ შემთხვევით გადამერთო და მე ამ YouTube-ზე თუ რაღაცაზე და მე შევრჩი, იმიტომ რომ ნაცნობი მსახიობი ვნახე, რომელიც ადრე ნანახი მყავდა რაღაცნაირ პატრიოტიზმი და რა დამართნია ვფიქრობ. და მე თითქმის ბოლომდე უყურე, იმიტომ რომ ხო ტყვილი როცა სათავეში რაც არის მდინარის სათავეში, როგორი წყარიც არის, იგივე მოდის ქვემოთ, იქ როცა ამღრეულია, ანუ ტყვილი დევს საფუძვლად. ქვემოთაც მოწამლული წყალი მოდის, აი ეს ვიტყოდი. წინა ჩემს რაღაცა ტირადასაც ეხმიანება, ვერ დავამთავრე კადრი. ხო, და ეს აი ჩინოვნიკების გაკეთებული ფილმებიც ახსენეთ, ესეც იგრძნობა ახლა ფილმებში, რომ თითქოს ან ფოკუს ჯგუფების ხო, ან პროდიუსერების, რომელიც ფულის გამოგეთებენ, ხო, რომელიც აი ფოკუს ჯგუფებიც ხო. ის რა ქვია. მინდა დავინახო ერთი სერიალს უყურებდით მე და ლევანი და ცოტა დეტექტიური ჟანრიც იყო და ამიტომ გავათენეთ ხა ნუ მოდი ბოლომდე ვნახოთ ჩავკლათ და ფინალი და მიდის ნუ აი ისტორიული კადრებია ანუ არაფერი შუაში რო არ არის და უცებ ხვდები რომ აი მართლა ფოკუს ჯგუფის ვიღაცა იმას უნდა და რომ ენახა ესა თუ ის თემა და ჯალამიანება ეხლა ეს აქ სიყვარული დაიბადება, გამორიცხული ამიტომ მთელი ის არის მეზღვაურებზე კლავენ ერთმანეთს სისხლები რაღაცა ისე და უცებ გახდა რომანტიკული რომ მთელი სერიალი მიეძღვნა იმას რომ თურმე აქ love story-ა მამაკაცებს შორის და კადრი არის შორიდან მოდიან რომ ეს მთელი 3 თუ 4 სერია გზაში ყველა რომ მამაკაც შეხვედრო და ოღონდ არაფერი შუაში არ იყო თორე იმიტომ კი არა რომ და აგვიწყდა სიცილი, იმიტომ რომ ნუ აი იმდოთ აი ჩანდა რომ არა მე მინდა რომ ვნახო. არა მე კიდე არის რეიტინგი ხშირად წვითავს ხელოვნების
საკითხს და ხელოვნებას აქვს ეგეთი უნარი, რომ პირიქით შეიძლება აბსოლუტურად მოულოდნელი რეიტინგის იდეამ გაიბადოს, როგორც წესი ესე იმარჯვებს. ხო და ეხლა მაგრამ აი როგორც პოლიტიკაც ხო ხედავთ გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს სამყარო რამდენი წელია უკვე ხედავენ სიკვდილს და საშინელებას ადამიანების ზალადობას ერთმანეთზე და ბავშვების უკრაინელი ბავშვების ხოცვას, ჟლეტას და უბედურებას, მაგრამ ვერ იღებენ, იმიტომ რომ ეშინიათ არ იციან პროცენტულად როგორ გაისახება ეს ამ წუთას მათი საქციელი რაღაც რეიტინგზე. რაღაცა ვიღს რაღაც დაიკლებს, რაღაც მოიმატებს, მაგრამ რაღაც დაიკლებს და ამიტომ ადამიანი არის ესეთი გრავიურა შუა საუკუნეების აბლაბუდაში გახოვული ლომი. მას გავს დღევანდელი სამყარო, რასაც ობობის ქსელებში რეიტინგების ანალიზში გახოვული ჯამთელი ადამიანები. ხო, და თან ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ იქ მაინც ის არ არის, რომ ეხა ამაზე არავინ ალაპარაკებს. ანუ დიდი ხანია მიხვდა. დიდი ხანია ხდება და ადამიანი თვითონ მიდის საკუთარი თავი. ეს ქსელი ხო შეგვიძლია მარტივად გარღვე, ობობის ქსელია, მაგრამ არ ვარღვევთ. ვიცით უკვე ძველია ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრი როცა არის ეს ქსელი უკვე ვეღარ გარღვე. და ეს კლავს ადამიანს, კლავს მის შინაარს. თვითონ მოწოდებას ადამიანისას, რომ მან მოვიდეს ამ სამყაროში და რაღაცა კვალი დატოვოს. ის მოდის, რომ მოეწონოს თავის ხო, აი ხა ის ოდინდელი ფილმია 99 ფრანკი რა, რომელიც წელს გამოვიდა და თუ გახსოვთ ფინალი თავდება და მე როცა მომსე ხა გაჩვენეთ ფოკუს ჯგუფს მეორე ვერსია რომელიც მოეწონა და მე სხვანაირი ფინალია და რაღაცა ის არის. აი დიდი ხანია ვიცით რომ ასე კეთდება ფილმები, მაგრამ მაინც მაგ. არის ეს ხო იქნება ისტორიული მასშტაბური მაგალითად, ხო? რა? მიუზიკლი როგორც იყო, როგორც მიიყვანა გარკვეულმა ბობ ფოსმა და რამოდენიმე ბერშტაინმა და რამოდენიმე საინტერესო ბრეხტმაც მათ შორის და კიდევ ვიღაცებმა რაღაცა ძალიან მაღალ საფეხურზე სოციალური ჟღერადობის აიყვანა ეს არაჩვეულებრივი ჟანრი მისი ვოდებილის ერთის მხრივ და ნუ აი ვარიეტეს უცებ აიყვანა პოლიტიკურ სოციალურ ჟღერადობა მიცა და მიცა არაჩვეულებრივი ძალა იმიტომ რომ მოქმედებს ძალიან მაგრად მუსიკა და აზრი და სათქმელი ერთად და ქორეოგრაფია ერთად გაერთიანებული არის ძალიან დიდი დარტყმა ემოციური ადამიანისთვის და ნელ-ნელა დააკვირდით აი სულ რაღაცა კოლეჯებში არა ცუდად დაბულინგებული გოგოების ისტორიების დღიურად გადაიქცა მე მახსენდება ჩემი კლასელი გოგოების დღიურები ადრე ვისი რაღაცებს ასრულებს აწერიებდნენ რაღაცა აი მათ გადაიქცა განა ეს კი არა რომ ეს თემა საინტერესო არ არის ვედენკინდის მე-19 საუკუნეში დაწერილი არაჩვეულებრივი ის არის გაზაფხულის ეს ნასვიშენია ბუკაცრავად რუსული სიტყვისთვის ვერ გადავთარგმნე ეს ბეშტაინის მიუზიკლის დაიწერა სხვა შორის ამაზე სადაც აი სკოლის მოწაფეებზია შემაძრწუნებელი ისტორია მე-19 საუკუნის დასაწყისშია დაწერილი ძალიან არაჩვეულებრივი უბრალოდ მაგარი უნდა იყოს და აი ეს ნიველირებული ფოკუს ჯგუფებით ამ რაღაცა რეიტინგების ქსელებით რაღაცა მისი გრანტების გამცემლების სისულელით და ბევრი რამით ბევრი პირობითობით დახრჩობილი და ეს ყელში მოჭერილი ხელოვნება მოპორტყიალობს ჩვენამდე ჩემო ბატონო და უნდა გავანთავისუფლოთ რაღაცნაირად ჩვენ თუ ვერ გავანთავისუფლებს სამყარო თვითონ გაინთავისუფლებს თავს ამ სიბინძურეებისგან რომელიც ასე ძალიან დაგროვდა კარგი უნდა გაგიშვათ უკვე როგორც დაგვირდით ვიცი რომ გეჩქარებათ ბოლო შეკითხვა მაშინ ტრადიციული პოდკასტში რაც გქონდა რა არის ცხოვრების აზრი თქვენ უკვე დაგიშვათ ხარ შეკითხვა თუ გინდათ ისე მიპასუხეთ როგორც მახსოვს თქვენი პასუხი იყო სამშობლო იყო თქვენი პასუხი ხო არა სამშობლო ის ადამიანები რომ თქვენ ასე ფიქრობთ ჩემ გარშემო არიან ჩემი წინაპრები და ჩემი მომავალი მონაგარი მე ვარ
ნაწილი ამას ჯაჭვს შორის. და ჯაჭვი არ უნდა გავწყვიტოთ. აი ეს არის ჩემი აზრი. ამ წუთას ესე ამით მინდა ვიცხოვრო. თქვენს ხო დამატებით რამეს თუ არა, ეს დავტოვოთ ის პასუხი. განსაკუთრებით ახლა ძალიან ახლა ვიყავით სტრასბურგში გასტროლსა და იქ ჩინეთშიც ვიყავით ხო ახლა ჩინეთში ლევან იყო მე რა ყავით და ხო ვიყავით გასტროლი და იმდენი ხალხი წავიდა ღმერთო ჩემო ამ პატარა ერს კიდე ეს უნდა აი იმდენ რაღაცას უყურებ და თქვენს გადახვედით ხო მე ესპანეთში ხარ მე აი რაღაცა საოცრება ხდება და არ არის მარტივი იცით მაგათვის იცით კი არა არ არის იმათვის მარტივი არ არის ეს იულიეს წახვიდე სამშობლო ერთია იშვიათი გამონაკლისების გარდა როდესაც მართლა მეორე სამშობლოს აღმოაჩენს ადამიანი და ბედნიერია და რაზე ელაპარაკი მაგრამ არ არის იული გისმით ეს ჟღერს იქ სადღაც ცხოვრობენ რო კარგ ქვეყანაში გასაგებია მაგრამ იმ ადამიანის ცხოვრება და მნიშვნელოვანია კიდე უფრო ვრწმუნდები როგორ მნიშვნელოვანია სამშობლო თუნდაც აი ჩვენთვის ყველასთვის ვინც აქ ვარ და იმათვის კიდე უფრო და თართული ყოფილა ხო კარგი კიდე დიდი ხანი სიამოვნებით გავაგზავნებდი საუბარს თქვენთან მაგრამ გეჩქარებათ და ამიტომ აი მშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით რომ დაგვითმეთ წარმატებებს გისურვებთ სახელოსნო იმას როგორ ქვია თვითონ სადაც ეს აკადემია სახელოსნო 42 და კიდე ბევრი სხვა კურსებიც არის ხო თუ რა ხო აი ნალა ბავშვებისთვის წიგნიდან სცენამდე მე ეს გავაკეთეთ ახლა ახალ კურსს ხსნით მუსიკის მოსმენა საკონტაქტო ის რა არის ანუ Facebook-ზე გვერდიან რამე ესეთი არის აკადემია სახელოსნო 42 ხო კარგი აღწერაში მივუთითებ მაშინ რომ თუ ვინმეს მომუნდა მოგძებნოთ ხარდება ძალიან კარგი ჩვენი პოდკასტის ხარდამჭერი იყო სოკარი გთხოვთ არხი გამოიწეროთ ვიდეო დაალაიქოთ და მადლობა და დაგემშვიდობებით ნახვამდის მადლობა ნახვამდის იმედია ძალიან არ დაგგვიანეთ 25 წუთი